საღამომშვიდობის ჩემო ძვირფასო ტელემაყურებელო, რა თქმა უნდა მივხვდით დღეს კვირა და თქვენ უყურებთ ყველაზე რეიტინგულ გადაცემას კომედი არხზე საქართველოს ფანოღი. დღეს რა თქმა უნდა გაირკვევათ გუშინ უყურეთ თქვენ და არ ვიცით ჯერ კიდევ დღევანდელი ქულები რა დაიწერება ჩვენი მონაწილეების და დაითვლება და გავარკვევთ ვინ დარჩება და ვინ დატოვებს და ვინ იქნება ის ადამიანი რომელიც მიიღებს 10,000 ლარს და რა თქმა უნდა გაემგზავრება ისრაელში. აპლოდისმენტები ამ კარგი პრიზისთვის კომედი არხს და წარმოგიდგენთ ჟიურის უმშვენიერესი ულამაზესი ლელა წურწუმია. მადლობა კიდევ და კიდევ ჩვენს გვერდით რო ხავთ. მამული არაჩვეულებრივი ადამიანი. ულამაზესი ასევე უმშვენიერესი მე ვიტყოდი რომ ესეთი კონკურსიც კი შეიძლება დაწესდეთ ესეთი ლამაზმანების ხედან. ბიჭებო თქვენ არა გოგოებს გულისხმობ. ნინო ჩხეიძე. მივესალმოთ და ნიკოლოზ არაბიძე. მშვენიერი, წარმოსადეგი, ცისფერთვალება, კერათმიანი და მინდა გითხრათ რომ დღეს გახლავთ რადიო დარდიმანდის და ნინო ჩხეიძის ტური. ამიტომ საპასუხისმგებლო იქნება ჩვენი მონაწილეები თუ რას წარმოგვიდგენენ და მე მინდა ბევრი არ განერვიულოთ, უბრალოდ კარგი აპლოდისმენტები მოვისმინო და ამ აპლოდისმენტების ფონზე ვაკო მეგენეიშვილი. მივესალმოთ. გაზაფხული სტილა ყვავილებში მცირავს უძვირფასესო სურს გიალერსო ჩემი სიყვარული ზეცას თუდება გული ღმერთმა დაკლოცოს დიდხანს გაცოცხლოს იები აგიშენებს სასახლე ძივები დაგიმშვენებ მგელს ხიმილი დაგიგოცნი მაგსახეს ხოლო ჩენებს იები შენებს სასახლე ძივები დაგიმშვენებ ხიმილი დაგიგოცნი მაგსახეს ხოლო ჩენებს ანგელოზის ფრთები შენთან მოფრინდები კლავ გულში ჩაგიქრა ჩემს სიყვარულ შენე გეტყვი მხოლოდ შენე სიყვარულს ლამან სხვას რომ არ აკავს იები აგიშენებს სასახლე ძივები დაგიმშვენებ მგელს ხიმილი დაგიგოცნი მაგსახეს ხოლო ჩენებს იები სასახლე ძივები დაგიმშვენებ ხიმილი დაგიგოცნი მაგსახეს ხოლო ჩენებს ხიმილი დაგიგოცნი მაგსახეს ხოლო ვაკო არაჩვეულებრივი სიმღერა შემოგთავაზა, დიდი მადლობა ამისთვის და მაინტერესებს რა შთაბეჭდილება მოახდინა ჩვენ ჟიურიზე და ნინო დავიწყოთ თქვენგან.
მე რაღაც გამახსენა ის რაღაც ჩემი პერიოდი იმ დროის როდესაც ჩავწერე სიმღერა და რაღაცა სენტიმენტი მომატა ჩამაფიქრა და ამ შემთხვევაში მე ვერ ვიქნები სუბიექტური ვიქნები და დაგიწერ ათქულას თუმცა მომეწონა მე მართლა ძალიან მომეწონა იმიტომ რომ დამაფიქრა შემან ამღერმა ყველაფერზე რაც გადამხდა თავს ძალიან კარგი. დიდი მადლობა ნინოს, ლელა გისმენთ. მოგესალმები, პირველ რიგში დიდი მადლობა რომ შეასრულე ბატონი ოთარამიშვილის არაჩვეულებრივი სიმღერა. ძალიან მომწონხარ, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო ტემბრის ხმა გაქვს. ლამაზად ასრულებს სიმღერას. მოდ ერთი თხოვნა მაქვს, როცა მღერით გაგვიღიმეთ, იმიტომ რომ გიხდებათ ძალიან. მე ძალიან მომწონხართ, მომწონს თქვენს მიერ შესრულებული ის მანერა, როგორც თქვენ ასრულებთ და ამიტომ მე გიწერდათ. 10 ქულა გადასარევი. მე მგონი მე უნდა დავიწყო ხოლმე შეფასება, იმიტომ რომ რისი თქმაც მინდა ყველაფერს ამბობენ და აქამდე ცოტა ვერიდებოდი. რა თქმა უნდა, წინა ტურზე რაც მოვისმინეთ, იმაზე უკეთესად შეასრულე და როგორც ლელამ გითხრა, უფრო მეტი ღიმილი და ძალიან დიდი მადლობა ესეთი ტკბილი შესრულებისთვის. 10 ქულა გადასარევი, დიდი მადლობა თქვენ. გაიცინე ბიჭო, ეხლა მაინც გაიცინე, კარგად მივიდა. კი ბატონო, მართლაც ფუტკრებმა შემოგვიტია. ისეთი სიტკბო მოდიოდა და კი ბატონო, სასიამოვნო მოსასმენი იყო ნამდვილად და მეც არ ვიქნები გამონაკლისი და 10-იანს დაგიწერთ დღეს. გადასარევი 10 ქულა. ძალიან დიდი მადლობა. გილოცავ. მადლობა მინდა გადავხადო ჩვენს მუსიკალურ ხელმძღვანელს თამუნა ლეკვაიშვილს. უღრმესი მადლობა თამუნას. დიდი მადლობა შენ ამისთვის, ყოველთვის მახსენებს ხოლმე ვაკო. თამუნა ძალიან გვიყვარხარ და ერთი აპლოდისმენტები მას, მომიტევე რომ ასია ხოლმე, მაგრამ თავარია რომ ვაკო ინარჩუნებს, ესე იგი ძალიან კარგად ამ შემართებას და ნერვიულობს ადამიანი, რომელიც გველოდება, ისევე როგორც სხვა კონკურსანტები, იმიტომ რომ ძალიან ცოტა დრო დარჩა იმისთვის თუ გავარკვიოთ ვინ გახდება 10,000 ლარის მფლობელი, ამიტომ ბევრს აღარ ვისაუბრებ. სცენაზეა გიორგი ვარსიმაშვილი, აპლოდისმენტები გიორგის. მე შეცნაყვალებს დავეძე ფიქრებში ღამენ ნათევი ყოველ შენს გახსენებაზე ცრემლით მევსება თვალები მე შენიც ქერამათ ბობდა შენი ალერსი მათრობდა შენი ლამაზი დიმი მე გულში სითბოს მათოდა რა ქალა რომ ბედი არ მწყალოს არ ვიცი რასა დავაბრალო შენი დანჯული ცხოვრება სადამდის უნდა ვადარო რა ქალა რომ ბედი არ მწყალო არ ვიცი რას დავაბრალო ჩემი დანჯული ცხოვრება სადამდე უნდა ვადარო შეგხედავ გული მევსება დარდივი თუმცა არ მქონია იმედის ფრთები მესხება სასმი ვძდებიო მგონია შენი ლამაზი თვალები მე მხოლოდ ჩემი მეგონა თუ სხვასაც გავუღიმები არ
მოხდებოდა მეგონა რა ვქნა რომ ბედი არ მწყარო არ ვიცი რა სადავაბრალო ჩემი დანჯული ცხოვრება სადამდის უნდა ვადარო რა ვქნა რომ ბედი არ მწყარო არ ვიცი რა სადამდის უნდა ვადარო რო იტყვიან გული გამიწრილდა თორე არა უშავს ინო მამული ჩამგთხოვა რომ იქნე მე დავიწყო და გეხვეწევი დაიწყოს ეს და რა ქონდა ეს სათქმელი რომ ასწრებდით აბა გისმენ პირველ რიგში ისე მოგესალმებით რისი თქმა მინდა იცით საერთოდ როდესაც სიმღერას ადამიანი ვღერის უნდა მოდიოდეს რა თქვენგან აი რაღაცა მაკლდა დღეს და მე ვფიქრე რომ ძალიან ბევრი მელიზმები გქონდათ რა რომელიც ამ სიმღერას კი მაგრამ აი ეს მელიზმები ისე არ იყო შესრულებული აი როგორც აი ჭირდება ამ სიმღერას. მოსვენილი მაქვს სიმღერა ბევრჯერ ძალიან რა. და ამ შემთხვევაში ერთ ქულას დაგაკლებთ. 9 ქულა, დიდი მადლობა ნინო. იცი რა არის ეს ის შემთხვევაა, როდესაც თქვა კონკრეტულად ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ არ მოდიოდა ის ხასიათი, რაც უნდა და ეს იყო სიმღერა მოვალეობისთვის და არა გულიდან სიმღერა, ჩემი აზრით. თუმცა ანუ შენიშვნა და თქვა რაღაც ისეთი არაფერი მაქვს, უბრალოდ ამ დავითახვევებ მამულიჩასაც განწყობა ხასიათი იყო ცოტა ნაკლები. შეიძლება უხასიათოდ ბრძანდებით არ ვიცი. 9 ქულა გადასარევი, ლელა გისმენთ? მოგესალმებით. ამ პროექტს ქვია საქართველოს ფანოღი. თქვენ ძირითადად ალბათ ამ ჟანრში მოღვაწეობთ, ხო? უფრო ძირითადად ფანოღს მღერით. საკმაოდ რთულად შესასრულებელია ფანოღი, იმიტომ რომ ის მელიზმები, რომელიც ჭირდება. ძალიან საფრთხილო არის, იმიტომ რომ რაღაცა ერთ ზედმეტს თუ გააკეთებ, ან ერთ თუ დააკლებ, რაღაცა ფუჭდება რა, ის მუღამი ფუჭდება, ესე ვთქვათ, აი ეს кайფი არ აქვს სიმღერას. უბრალოდ მე ვფიქრობ, რომ ეს არის თქვენი მაქსიმალური შესაძლებლობების, იმიტომ რომ შეიძლება კიდე სხვანაირად მომისმენია ეს სიმღერა, მე უფრო კარგი შესრულებით რომ არ მოგატყუოთ. და პრინციპში მეც ალბათ ვერც მოგთხოვთ, არ ვიცი ხა, შეიძლება ეს ღელვაც არის, მაგრამ რაღაცა კიდე უნდა რა იმ უღამს რა. რაღაც, აი ცოტა როგორ თქვა. თქვენ მარილი, ხო, რაღაც მარილი. რაღაცა უნდა რა, შიგნით კიდე უნდა გიგუღდეს კიდე სხვანაირად, ხო, რა, ეს ეგ არის, ხო და ამიტომ მე ცხრიანს და 9 ქულა გადასარევია, დიდი მადლობა და ნიკოლოზ გისმენთ. ნუ ყველა იმ შენიშვნების გათვალისწინებით მე სურვილი მექნება მაინც რომ ბატონო გიორგი ვიხილო შემდეგ ტურშიც და იმედია მომავალში ეს ყველაფერი გამოსწორებული იქნება მელიზმებით თავის ადგილას იქნება ტონალობებიც და ყველაფერი როგორც ჩვენმა პროფესიონალ დიახ რა თქმა უნდა პირველ რიგში ალბათ ჩვენ პირველ რიგში არ მარტო ჟიურის წევრები ვართ მაყურებლებიც ამ შემთხვევაში და უნდა გრძნობდეს მაყურებელი იმას რომ ეს ყველაფერი უფრო გულიდან არის ამოსული მაგრამ მე ყველაფერს გათვალისწინებთ მაინც 10-იანს დაგიწერთ დღეს ბატონო 10 ქულა ნიკასგან გილოცავ გიორგი და მინდა მოვიწიო სცენაზე ძალიან კარგი ადამიანი კარგი წარმომავლობის როგორც იტყვიან მე ძალიან მომწონს ეს ადამიანი თავისი რაღაცა სიხალისით ვარდენ სილაგავა მივესალმოთ ბატონო ვარდენს ჩემგან მორთმეული ვარდები შენ გაგანდა ჩემი გულის დარდები სულ გვაგიჭირს ნედავ სულ არ მენახე სულ თლადადნი როცა ხელი შეგახე მითხარ სათხარ
სადახარსა მოდი ჩემთან მე მიყვარხარ მითხარსაცა სადახარსა მოდი ჩემთან არ მინდა სხვა აკინზული მარგალიტი გაჩუქე სიყვარული მივუძღვენი შენს თუჩებს აღარ ვიცი ქვეყნად ასე რად გაჩდი ცხოვრება თუ არ მეყოფა მაინც დაგიცდი მითხარსაცა სადახარსა მოდი ჩემთან არ მინდა სხვა მითხარსაცა სადახარსა მოდი ჩემთან მე მიყვარხარ მითხარსაცა სადახარსა მოდი ჩემთან არ მინდა სხვა მითხარსაცა სადახარსა მოდი ჩემთან მე მიყვარხარ ვარდესი ლაგავა აი ესეთი გულშემატკივარი ყავს დარბაზში ტელემაყურებელიც დარწმუნებული ვარ მაგრამ უნდა მოусმინოთ ნინოს და ამ შემთხვევაში გავიგოთ ჟიური რა გადაწყვეტილებას მიიღებს გთხოვთ თქვენი ემოციებიდან გამომდინარე ნამდვილად მოგწონთ ეს სიმღერა და არანჟირება ისე ანუ მოგწონდათ რაც საკეთებთ თუმცა მე დავუმატებდი იმას რომ ცოტა დაძაბულიც იყავით და ძალიან ძალიან ერთიანად ვღებდით ამ სიმღერას აბსოლუტურად სხვა ხასიათში ვიდრე ეს სიმღერაა იმიტომ რომ ძალიან უხდება როდესაც ეს სიმღერაა ცოტა მსუბუქად და რაღაცა სტოკატოებით სიმღერა იმიტომ რომ უფრო კარგად გადმოგაქვს ეს ხასიათი. თუმცა ამ შემთხვევაში მე ვაფასებ იმას, რომ ჩემი სიმღერა არჩიეთ, მადლობა, რომ მოგწონთ, მადლობა ამისთვის და რომ ეცადეთ ძალიან და იმდენად მონდომებით მღეროდი, რომ მე ვაფასებ ამას, თორე შესრულებით რა გითხრათ. 10 ქულა მიიღო ბატონმა ვარდენმა ნინოსგან. რელა გისმენთ ჩემო. მოგესალმებით. რა თქმა უნდა, წინა საკონკურსო გამოსვლას ბევრად ჯობდა ეს. ეს ნინოს რეპერტუარიდან იყო სიმღერა, ხო ნინო? ხო, სამწუხაროდ მე ამ ბევრი ფანოღის ავტორები არ ვიცი და ერთადერთი უბრალოდ მთელი სიმღერის განმავლობაში გაკვირდებოდი და არც ერთხელ არ გამოგიხედავთ აქეთკენ. თითქოს არც ვარსებოდი. ხარით მიკროფონში. ვერ ვეწიო და მაბნევს თქვენი სილამაზეო თქვა. მეგრულად საუბრობთ? მეგრულად საუბრობთ, ხო? მარგაი სუფთა მარგაი. მერე გუშენ ვაიღუნა უსაფრთხოების და ამიტომ თქვენ წურწუმი აბზანდები და ამიტომ წურწუმი არ ვიყავი, იმიტომ არ მიყურებდი აქეთ გაზო. როგორ შეიძლება მაგი? აი კარგით, რა ვქნათ ამ მეგრელებს მაინც სეპარატისტებს გვეძახიან და ბოლომდე მივაწვეთ მაგას. 10 ქულა. ძალიან კარგი. ნუ ახლა ჩემი და ნიკას სილამაზე თუ დააბნია. მაშინ მე 10-ს მივაწვე. 10 ქულა. გადასარევი. კარგი იყო აბა ნიკოლოზ. მე პირიქით მინდოდა ახლა მამული ჩამრას თქვა, კარგი ხალბატონების სილამაზე დაბნივა რა ჩვენც ხო ვართ აქ. რა თქმა უნდა. ჩვენ გამოგხედე ხანდახან გადმოგვავლეთ წყალობის თვალი. მაინც შენი ხარ აკულასაც აწევს იმაზეა შენ დამოკიდებული სილამაზე რა როგორ გამოიყურებ ასე. ერთიორად შეიძლება გამშვენიერდიან. ხო, კარგი მაშინ 1-2 წუთი მაინც ვიქნები ლამაზი და გილოცავთ ბატონო ვარდენ, გაიხარეთ. გილოცავთ. ესე იგი მიულოცოთ, იმიტომ რომ ესე იგი ამდენი კონკურსია რაც დავიწყეთ და
რაღაცნაირად გავიდა გახარებული და კიდევ ერთხელ აპლოდისმენტები. სცენა მინდა დაუთმო უმშვენიერეს კალბატონს ასევე ხათუნა მეგრელიშვილი. აპლოდისმენტები. ასე მგონია გარს გავატან შენზე ოცნებას და სამუდამოდ დავივიწყებ შენს ლამაზ თვალებს ასე მგონია არ მიყვარხარ ძვირფასო მაგრამ შენზე ფიქრები უშენობა მაინც მაწვალებს სადი შორს სადი იქნებ სულაც გადამავიწყდე ჩვენ სანუ გეშოთ სანუ გვარი მოვლენ იები მაგრამ შენს თვალებს ლამაზ თითებს რა დამავიწყებს სიზმარში მაინც ანგელოზად მოგევლილები სოდეს ვერ გაიგებ როგორ მიყვარდი მე სიყვარულის მათხოვარი არა ვყოფილვარ იქნებ გიყვარდი ეხლა ვნანობ რომ გიმალავდი ო სიყვარულო რამტან ჯველი რამე ყოფილხარ რადგან შენ ჩემთვის სიყვარული ვერ გაიმეტე შენი ხილვითაც მე უსამოდ კმაყოფილი ვარ ამ ხნის მანძილზე თუ არასდროს არ ყვარები ვარ მაინც მიყვარხარ იმ დღეების მადლობელი ვარ სადი შორს სადი იქნებ სულაც გადამავიწყდე შენ სანუ გეშო სანუ გვარი მოვლენ იები მაგრამ შენს თვალებს ლამაზ თითებს რა დამავიწყებს სიზმარში მაინც ანგელოზად მოგევლილები ხათუნა მეგრელიშვილი აი ესე ლამაზად წარდგა თქვენ წინაშე და უნდა შევაფასოთ სხვა გზა არ აქვს ნინო გისმენთ ცოტა დავიბენი იმიტომ რომ არი იყო ცუდი ნამღერი მაგრამ არაფრით განსხვავებული რაღაცნაირი იყო იცი ვერ მივხვდი სიმართლე გითხრა რა ვქნათ არ ვიცი არ მინდა რომ რაღაც ჩემ თავს დავაბრალო მე რაღაც ის რო იყოს მაგრამ მე პირადად ვერ მივხვდი ანუ დამაკლა ხასიათი დამაკლა თითქოს იყო თან ძალიან მონდომებით მღეროდი მაგრამ არ მოვიდა თითქოს ჩვენამდე ალბათ 9-ს დავწერე 9-ს 9 ქულა დიდი მადლობა ამიტომ ეხა ყველას მოусმენთ იმიტომ რომ ხანასია მე შემიძლია ერთი თქო სიტყვით თქვა რომ ძალიან უსიცოცხლო იყო ეს ნამღერი სამწუხაროდ ანუ არ მოდიოდა ის ემოცია რაც დევს ამ სიმღერაში და ამ ტექსტში როგორც გუშინ შემოგთავაზა და წარმოაჩინა თავის თავი მასთან შედარებით ხო იცი რა არის რაღაც ერთი ფერი იყო და ამიტომ ცოტა უინტერესო იყო ჩემთვის არა უბრალოდ იმიტომ რომ გუშინ 4-ვე 10 ქულა დაიწერა და 9 ქულა ამ შემთხვევაში დიდი მადლობა მამულიც გისმენთ
ნუ მე ქალბატონებს არ ჩამოურჩები და ვიტყვი რომ წინა ტურზე ნამღერი უფრო კარგი იყო რა თქმა უნდა შედარებითია ყველაფერი და მეც 9-იანს დაუწერ 9 ქულა დიახ ბევრს ვერაფერს ვერ დავამატებ ჩემგანაც 9 ქულა 9 ქულა დიდი მადლობა მოკლედ აი ასეთი შეფასება იყო ჩემო ძვირფასებო და რა თქმა უნდა რთულია და ძნელია იმიტომ რომ დღეს ერთ-ერთი მათგანი დატოვებს კონკურსს და რა თქმა უნდა ღელავენ ისინი იმიტომ რომ 10000 ლარი თავისთავად არაჩვეულებრივი პრიზები ელოდებათ მას და ამიტომ მოდით ნუღავანერვიულებთ ზაზა უხანაშვილსაც ასევე დაველოდოთ სცენაზე თუ რა შემოგთავაზებს დღეისთვის ზაზა უხანაშვილი სიყვარულს ვეძებდი მთელი ცხოვრება შეჩამიხულა ხასაოცრება ულამაზესი როგორც ადამიანი და შენ სიყვარულს როგორც ნებები ულამაზესი როგორც ადამიანი ბეშენ სიყვარულს უთქმელად ნებდები მე შენ მიყვარხარ უფრო და უფრო შენ შემოსიყვარულო ფულო და რთულო როგორ მინდა რომ ერთით გადარო სიყვარულს თქო მე დიაღაფერ ეუშენობა სიცოცხლეს მაღლებს სიყვარულს აქო მედი არაფერს მე შენ მიყვარხარ მადარაღამე ვიმელო მუდამ სუგვედითამე გეპერებოდე ლავეცი გოცვიდე დაღოველდილი სიყვარულს გისნიდე მე შენ მიყვარხარ აგაფრიცაში მინდვრის ყვავილის ჩაგაწვით მასში და ჩამოქვები წვიმაში აში ანგელოზი ხარ შეშებს ცხოვრებაში შილად მიყვები დაჩუქ ქუჩეს თუ როგორ მადლობ შენს ლამას ქუჩეს როგორ მწყურია შენი ფერება და შენთან ერთად გამის გათანდება მე შენ მიყვარხარ ისევ და ისევ შენ შენს გალაბოც ავსებ და ავსებ როგორ მინდა მე ელი სამღარო მინდა რომ კიდე მოგიალესო როგორ მინდა რომ ელით გადარო ისე მინდა რომ მოგიალესო მე შენ მიყვარხარ მადარაღამე ვიმელო სუგვედითამე გეპერებოდე ლავეც გიგოცვიდე დაღოველდილი სიყვარულს გისნიდე
ზაზა უხანაშვილი, მადლობა ზაზა და მამულიც გისმენთ. მოგესალმებით ისევ ერთხელ და რავი ბატონო ზაზა წინა ტურზე საერთოდ სხვა ადამიანი იყავით, ეხლა საერთოდ სხვა ადამიანი დავინახე. ესე მეგონა რომ სცენაზე ისეთი ადამიანი იდგა, რომელიც საერთოდ რა ვიცი. მე მგონი არ ჟღეროდა რა. ძალიან რაღაც ვალის მოხდით რომ განახომე სცენაზე ისე იდეკით თან შპარგალკაც მოიხმარეთ. ამიტომ ბოდიში ვიხდი, მაგრამ დღეს რვიანია. როაკულა, მამულიჩესგან. მე ვფიქრობ აქ ზედმეტი იქნება რომ ვთქვათ რა არ იყო, კარგი, იმიტომ რომ ყველაფერი არაკარგი იყო, ეს ერთი სიტყვით იყო უპასუხისმგებლობა და შეურაცხყოფა მსვენელის. არ შეიძლება ესეთი ადამიანი მოუმზადებელი გამოვიდეს სცენაზე. 7-იანი. 7 ქულა. ჩემთვის არ არის ეს კარგი, მაინც თანაუგრძნობ, ევა გისმენთ. რა თქმა უნდა. ზაზა ხო? ბატონი ზაზა. კი. თავიდან კარგად დაიწყეთ ძალიან. ესეთი დრამატული იყო. მაგრამ მე სადღაც გადაუხვიეთ, არ ვიცი, სადღაც ძალა დაკარგეთ. თითქოს საკუთარი თავის რწმენაც დაკარგეთ. არადამაჯერებელი იყო, ალბათ ისიც გიშლიდათ ხელს, რომ ტექსტი არ იცოდით. მე არ მინდა რომ ახლა თქვენ კაცრად განგსაჯოთ, იმიტომ რომ თქვენ არ ხართ პროფესიონალი მომღერლები და ამიტომ ჩვენ ვაფასებთ როგორც მოყვარულის დონეზე, ხო ესეა? ამიტომ მე რვიანს დავწერ. როაკულა, დიდი მადლობა და ნიკოლოზ გისმენთ. არ ვიცი, ახლა მეც ვერაფერს ვიტყვი ისეც განსაკუთრებულს. ურალოდ ჩემი მხრიდან ვიტყვი იმას, რომ გული დამწყდა, იმიტომ რომ წინა ტური ძალიან თქვენგან იყო ძალიან კარგი და მისაღები და დღეს ყოველ შემთხვევაში გული დამწყდა დღევანდელ შესრულებას. რვიანს დაგიწერთ მეც. როაკულა, დიდი მადლობა ზაზა. და ბოლო გამომსვლელი, ბოლო მონაწილე ჩუხტარიში, აპლოდისმენტები მას გიორგი ცარიელაშვილი, მივესალმოთ. მოგვიანებით, მაგრამ გილოცავთ, ამ სიმღერით მოგილოცავთ იუბილეს. ზმარვით გაიქრომებს წლები დრო არითმეს სიჯაბუგე ქრება მოგონებებს მისცემია თავი დღეს ბავშვობის წლები გვენადრება ყვახანისებს ეს მზიანი დავი შენი მსგავსი ჩვენთვის მხოლოდ მზეა მეგობრები გილოცავ გული დღეს ხომ ნინოს დაბადების დღეა ყვახანისებს ჩვენ მზიანი დავი შენი მსგავსი ჩვენთვის მხოლოდ მზეა მოგება და კიდევ ერთი წელი დღეს ნინოს დაბადების დღეა აში ხალხო მიულოცოთ ერთად ყოველამ დღეს აგისრულდეს ნადრა გახარებდეს შროშანი დაია ყოველამ დღეს ვეგებები თუ თვრალი დღეს ხომ ნინოს დაბადების დღეა ყვახანისებს ეს მზიანი დავი შენი მსგავსი ჩვენთვის მხოლოდ მზეა მეგობრები გილოცავ გული დღეს ხომ შენი დაბადების დღეა ყვახანისებს ეს მზიანი დავი შენი მსგავსი ჩვენთვის მხოლოდ მზეა მოგება და კიდევ ერთი წელი დღეს ნინოს დაბადების დღეა
დილიგოს თულო გვახალისებს ეს მზიანი დავი შენი მსგავსი ჩვენთვის მხოლოდ მზეა მეგობრები გილოცავენ გული დღეს ხომ შენი დაბადების დღეა გვახალისებს ეს მზიანი დავი შენი მსგავსი ჩვენთვის მხოლოდ მზეა მეგობრები გილოცავენ გული დღეს ხომ შენი დაბადების დღეა ჩუქტარიჩ შენიერი იყო და ალავერდი შენთანა ვარ დინო ჩუქტარიჩ იცი რა მაინტერესებს ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში და იცი რა მაინტერესებს ეს იყო ჩემი ფონოგრამის და რაღაც ნაზავი იყო და რამე ქენი ანუ არანჟი ჩემი იყო დოლების ხვისი თუ რაღაცა მსგავსი ნაერთი იყო აუ ესეთი მოვიძიე მე ნუ საბოლოო ჯამში დიდი მადლობა კარგი იყო რამე თქმის უნამუსო უნდა ვიყო ეხლა ცხრიანი რო დაგიწერეთ ათიკულა მადლობა გთამის ამბავი მოგსტამული ეგ იყო ჩადებული არა ნამდვილად არა ალა თორე მერც ვიცავ ცხრიანი დაწერას 10-იანი დაწერას ვაპირებდი ხა თუ რაღაცა ხდება აქ და ჩვენ არ ვიცით თუ რამეა მეაქავალ არაფერი თქვენამდე არ მოვა შენი დაბადების დღეა ათიკულა გადასარევი დიდი მადლობა გისმენთ ლელა ხო მოლოცო კარგია ძალიან მაგრამ ხა სიმღერა დალუცო ჯუბი ხო ესე მშრალზე და კარდონები და წყლით მე მგონი ცოტა ნინო არ ჩაიჭრება მაგ ამბავში დავწერ 900 9 ქულა დიდი მადლობა ნიკოლოზ გისმენთ ბადონებო ქალბადონებო ღრმადბავცემულო საზოგადოებაო ძვირფასო სუფრის წევრებო სანამ თამადას ავირჩევთ მე ვიტყვი ერთ სადღეგრძელოს ამასობაში თამადად შემოგვესწრებათ და მე მინდა ყველა ის ადამიანი დავლეცო ვინც ამ პროექტში ღებულობს მონაწილეობას მე მინდა ჟიურის წევრებს უსურვოს სიკეთე სიხარული ჯანმრთელობა დამსწრე საზოგადოებას მინდა მადლობა გადაუხადო მობრძანებისთვის მე დღეისთვის უნდა დავამთავრო ამით დღევანდელი სუფრა და ამის შემაძებას დაველოდოთ და მინდა დაგემშვიდობოთ და ერთ კვირაში შევიგროვოთ ყველა ვსვავთ ბოლომდე ძალიან გთხოვთ დასტურთომა და დასტურ დიდი მადლობა ბატონო რა ვიცი მეც დაგიწერთ 10-იანს შეგენაცვალე გაიყარეთ განსხვავებული დალია პრინციპში შეიძლება ითქვას გილოცავ და ის რომ აუცილებლად უნდა გავიგოთ თუ ამ ორი დღის მანძილზე რა ქულები მოაგროვეს ჩვენმა კონკურსანტებმა ამისთვის დრო გჭირდება ამ დროს კი რა თქმა უნდა შეავსებს რადიო დარდიმანდის წამყვანები მოусმინოთ ჩვენ სულ მალე დაგიბრუნდებით დროებით ნაბახუსევზე ვერდით მიწევს პუტკუნანინო ერთი რამე მახსოვს არაფერი ამეუკრავდით პიანინოს ვინო დუგი ქალები ამის გამო გვაქვს ჩვენ ვალები ქალები დუგი და ღვინო ჩამოასი არ ვაწერინო მოგონებებს გაუმარაჯოს განწყობა ამაღლებული იდრიცელი ხაშლავაში ვინოსეკვას და თამაში ხაშლავაში განაზუქი ამიტომაც ყველა გავსუქდი მოდი ამასაკეი ფოჩაგვირეთე კარტული და დარდი მარადული
მოცი ფიქრების ჩვენი ჩუმის და ჩაყურის გავაყოლოთ გულზე რომ არ დაგვადგეს გადმომაწოდეთ ნიახური ვილოდუki ქალები ამის გამო გვაქვს შევალები ალები დუდუკი და ღვინო ჩამოასი არ ვაძლევინო იწელი ხაშლავაში ვიღოსე გვასმა და თამაში ხაშლავაში დანაზუგი ამიტომაც ყველა გავსუხდი აი ასე დაუბრუნდით ჩემო ძვირფასებო და რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს წესია, რიგია და უნდა გამოვაცხადო აუთსაიდერები დღეს გახლავან ზაზა ოხანაშვილი 70 ქულით, ვარდენ სილაგავა 74 ქულით და გიორგი ვარსიმაშვილი 75 ქულით. თოთ რომ წინ გადმოგზანდეთ. აპლოდისმენტები მათ, ჩვენი მეგობრები არიან და ლელა, ჩემო ძვირფასო. რა ვქნათ, სტუმრის მოვალეობა და მძიმე მოვალეობა არის რომ ამ სამიდან ერთი ადამიანი თქვენ უნდა დატოვოთ პროექტში. ასე რომ აპლოდისმენტები ალბათონ ლელას და მოусმინოთ ნახოთ რა გადაწყვეტილებას მივიღეთ. შეიძლება რომ ერთი რამ ვიკითხო, ანუ ამ სამიდან ერთს მე რო გადავარჩენ და დარჩება ორი, ანუ ერთის გადარჩენის საშუალებაც არის? არა, იცით როგორ არის ერთ თქვენ გადაარჩეთ, შემდეგ დარჩება ორი და შემდეგ აი ესეთი მარტივი ფირფიტები აქვთ ჩვენს მონაწილეებს და თავად დაურიგებენ და ვისაც მეტი ფირფიტა აღმოჩნდება, ის დარჩება პრინციპი. ასეთი პრინციპია მარტივი დამეთანხმებით ალბათ. კარგით. მართალი გითხრათ, მე გამოვაცხადებ იმ ადამიანს, ვისაც გადავარჩენთ, მაგრამ ეს რა თქმა უნდა არ არის მარტო ჩემი გადაწყვეტილება, ეს ჩვენ ესე ვთქვათ, ერთიანად მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. და ამიტომ უბრალოდ მე გავახმოვანებ ამას. ისმენთ. ჩვენ ჟიურის წევრებმა გადავწყვეტეთ რომ გადავარჩინოთ გიორგი. გიორგი ვარსიმაშვილი, გილოცავ გიორგი და პრინციპში თქვენი მოვალეობა უნდა შეასრულოთ. გთხოვთ, აპლოდისმენტების ფონზე ცოტანი დარჩენ, ამიტომ ცოტა ტაში მოგიწევთ, უფრო მხიარულად თუ შეიძლება. აი ასეთი ყველაფერი ცხადია. ჩემთვის უძვირფასესი ადამიანი დატოვებს დღეს პროექტს. ნამდვილად, იმიტომ რომ ეს ახლა რაღაც ტრაფარეტულად არ მინდა გამოვიდეს, მაგრამ ესია. ჩვეულებრივ გრძელდება ცხოვრება, წარმატებას გისურვებთ და თქვენს გულშემატკივრას ჩემგან დიდი პატივისცემით. ჩვენ კი რა თქმა უნდა, რამის თქმა ხო არ გნებავთ. კარგით, ჩვენ კი რა თქმა უნდა შაბას დაგიბრუნდებით. გემშვიდობებით საქართველოს ფანოღი ეთერში იქნება უკვე შაბას დროებით. ორი ქოთანი ვიყიდე ვაი ვაი ურიანი დაუყურო ვაი ვაი საიქიოს ერთად წავალთ ვაი ვაი ურიანი დაუყურო ვაი შატყოხუნება ფულები თუ გას შესასუბერა დაღარცუხარ რა მოგიწყენია ცხოვრება შენია აქ სიღარი ვერასად გმელია გადაცნელია უფულო თუ ხარ